მომღერალ ბერა ივანიშვილისადმი Facebook-ზე გაკეთებული კრიტიკული კომენტარების გამო 18 წლის მანანა მჭედლიშვილს რამდენჯერმე დაურეკეს და დაემუქრნენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით მუქარის ზარებს ბერა სტუდიის წარმომადგენელი ახორციელებდა. მანანას ტელეფონზე შევიდა ზარი მარიამ კალაძე ასე დაასახელა თავისი თავი ამ გოგონამ, რომელმაც დარეკა, დაახლოებით 4 ჯერ დარეკა და მანანას უთხრა, რომ ის არის ბერა სტუდიის წარმომადგენელი და ერთ ადამიანს უნდა მასთან საუბარი. მანანა თავდაპირველად ერიდებოდა ამ თემაზე კონფლიქტს, სატელეფონო საუბარს და რამდენიმეჯერ არ უპასუხა განმეორებით ზარებს ამ მარიამ კალაძის მხრიდან, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი გაეკეთებინა ამ საუბრის და როდესაც განმეორებით შევიდა ზარი მან უკვე ეს სატელეფონო ჩანაწერი გააკეთა და როგორც თვითონ აცხადებს გააკეთა საკუთარი თავდაცვის მიზნით. მე პირდაპირ კარნახობ ტელეფონის ნომრებს მარიამ კალაძე ჩვენ სხვათა შორის გადავამოწმენდა Facebook-ზე თავის პროფილზე მას ნამდვილად მითითებული აქვს რომ ის მუშაობს ბერა სტუდიაში მისი ნომერია 599 48 78 98 ჩვენ თვლით რომ ეს არის უკვე სისტემური პრობლემა როდესაც ღარიბაშვილის კლანის წევრები თამაზაშვილები ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის ირგვლივ გამოთქმული კრიტიკა საჯარო სივრცეში შესაძლოა გახდეს შენზე ფიზიკური ანგარიშწორების საფუძველი. ინციდენტი 5 დღის წინ მოხდა. რამდენიმე მუქარის ზარის შემდეგ მანანა მჭედლიშვილმა სატელეფონო საუბარი ჩაწერა. შენაერ უძდელებს ენას ვაძრობ ძირში. ეხა მომისმინე 5 წუთი. ამ ხელაკაცი შევწუხდით და გირეკავთ. შეუძლელო გოგო. ვინც ბერაც კაცობაზე ლაპარაკობს იმის თელეს ბოდიშ არ ვითხოვ, იმიტომ რომ შენაერ უზრდელთან ბოდიშ არასდროს არ მოვითხოვ. ეგ ერთი. მეორე, ამ კაცს ისეთი ხალხი ცემს პატივს, რომ შენ არ დაგესიზვრება. ასე ზემოდან კი არ გელაპარაკები, იმსახურებ და მითო გელაპარაკები. ამაშას იმენახურები აქვს დასახევი მარტო ის გამო, რომ ამ ხელა გოგოს წაგიგდია ენა, წერა არ იცი რას და ვერ გაკონტროლებს. მანანა მჭედლიშვილის თქმით ის ხვალ გამოძიების დაწყების მიზნით პოლიციას მიმართავს. სამართალ დამცველებს მომხდარი ფაქტის გამოძიებას თხოვს ნაციონალური მოძრაობაც.